რუსეთი უსყულში იჩეხება და მისი პრეზიდენტი პოლობს დროს, რომ ისევ ილაპარაკოს ჩემზე. თან ჩვენთვის უბედურება ისე, რომ საქართველოს დღევანდელი მმართველები და პუტინი ერთადერთი ხალხია მსოფლიოში, რომელიც ლაპარაკობს ერთი ტერმინებით, ერთი გემოვნების არის და ერთი და იგივე რამე უნდა. ამან მე მგონი უნდა დაგვაფიქროს. ჩვენი უკანდახევა საქართველოში დროებითია, მართალია პუტინმა დასვა თავის გემოვნების შესაბამისი მართველი 2 მილიარდ დოლარად, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ჩემი სხეულის ნაწილებზე. რა ეპითეტებითაც არ უნდა შემამკოს. თავარი აქ პიროვნული დაპირისპირება ნამდვილად არ არის. თავარი არის ის, რომ ჩვენ შევქმნით ის იდეა, რომელიც ვერ დამარცხდება. საქართველოს დროებით ამ იდეამ უკანდახევა განიცადა, მაგრამ ის აღმოცენდა უკრაინაში. აი, ამ იდეამ ახლახან გაიმარჯვა მოლდოვაში და ეს იდეა აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთშიც. და ეს არის იდეა თავისუფლების, რომლის განსახიერება და სიმბოლოდ იქცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებდით საქართველოში. და რა თქმა უნდა, პიროვნულად შეიძლება ჩვენ მოგსპონ, გვერდზე გაგვწიონ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ იდეას პუტინის უკვე ვეღარაფერს ვეღარ მოუხერხებს. რაც შეეხება ჩემ დასაქმებას, ვლადიმერ ვლადიმირელიძეს შეუძლია არ ინერვიულოს. ძალიან ბევრ წამყვან უნივერსიტეტში მიმიწვიეს ამ ბოლო თვეებში. შემოთავაზეს უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელის პოსტიც და ამ ეტაპზე თავი შევიკავე. ჩემი ხელმძღვანელობით ინსტიტუტიც შეიქმნა ვაშინგტონში და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც კარგა ხნის წინ მომცა სამუშაო O1 ვიზაზე თანხმობა. ოღონდ პუტინმა თავი დაანებოს იმას, რასაც აკეთებს და სიამოვნებით მასაც შევაწევ სიტყვას და მასაც მიცემ ვიზას და სათავარ ავიყვანოთ ჩვენ ინსტიტუტში და ჩავაბაროთ რამე მემუარების დაწერა. ოღონდ ჩამოშორდეს იმ საქმეს, რომლითაც ახლა არის დაკავებული.